ეს კამი მთავარი არ არის, ეს კამი ხო ხედავ როგორ იცვლება. ძალიან ჩქარად იცვლება ეს კამები და მე ხო ხედავ სად არიან, როგორ არიან და რა დღეში არიან. ამიტომ არასდროს სახელმწიფო სამსახურში არ წავედი. შენ როგორ ფიქრობ? მე არ დამიძახებდნენ გუშინ წინ, იმის წინ, გუშინაც და დღესაც, მაგრამ არა, ჩემი საქმე არის ბიზნესი და ბიზნეს ვაკეთებ და თან ავტოსფეროს ბიზნეს ვაკეთებ. გააქვს მეტი შეკითხვა? არა. იქები დავამთავრე, უბრალოდ მე გეტყოდით იმას, რომ მე ძალიან მინდა რომ თქვენ იყოთ ამ სფეროში და მოხვიდეთ და ეს ჩემი პირადი აზრია და არა მარტო ჩემი. მარიამ, რატო ვთქვი რომ არა? კი, მადლობა. მე რატო გითხარი შენ რომ არავისი ხალხმა არ იფიქროს მოსახლეობამ რომ მე ვიღაცას არასდროს არ ვეპათხალიმები არავის. მაგრამ მე გელა ბარკალაია. იმდენად მადლიერი ვარ პატრულის თანამშრომლების. საქართველოს პატრული რო ყავს, ესეთი თელ მსოფლიოში არსად არ ყავს. ახლა ზოგიერთები განაწყენებული არიან, მაგრამ ისეთი რამ არ უნდა გააკეთო, რომ მე უკმაყოფილო იყო პატრულის თანამშრომლის. აი მაგალითად მე და შენ ვიყავით ბაღდადში. აი ბაღდადის პოლიციაზე, პატრულზე რა უნდა ვთქვათ? აი ხო ხედავდი როგორ მოგვექცნენ. იმიტომ კი არა რომ გელაბარკალაია ვარ. სტუმრები ხო ყავდა და რაღაცა ელემენტარული დავარღვიეთ, ხო? და უთხარით რომ არ შეგვარცხიდო სტუმრები ყავსკო და გამოგვაცილეს. აი ეს რა არის? ეს დაუწერელი კანონია, მაგრამ იმ პატრულის თანამშრომლებს არაფერი არ დაურღვევიათ. აი მოიცნენ კაცურად და ქართულად. იგივე არ იყო ბაკურიანში. იგივე არ იყო ბორჯომში. იგივე არ იყო ბათუმში. იგივე არ იყო ქუთაისში. იგივე არ არის თბილისში. ერთ დღეს გეტყვი, კიდევ ჩინეთიდან მთელი დელეგაცია მყავდა და გზები იყო გადაკეტილი და არ გვიშვებდნენ. და თხოვე რომ აი აგერ მივდივართ მეთქი რა რესტორანში და კრუგის მოვლა ძალიან ძნელი იქნება მეთქი. და ავტომობილი, პატრულის ავტომობილი გაწია და გითხრა კი ბატონო მიბრძანით. და სტუმრებმა იცის რა თქვეს? აი ესეთი არ არსებობსო დედამიწის ზურგზე რომ აი ესე პოლიცია მოიქცეს და ესე პატრული მოიქცესო და მე მინდა მთელ საქართველოს ტერიტორიაზე ყველა პატრულის თანამშრომლებს მადლობა გადაუხადო. რაც შეეხება ახლა მარი მოდი მაინც რადგან ელექტრო დამთავრე ხო? რადგან ელექტრომობილებზეა საუბარი, მოდი ორი ელექტრომობილი